მუსიკოსის სცენაზე იდგეს და არ იმჩნევდეს იმას, რაც ხდება. დღეს არ არის ეს კონცერტი, ეს არის სოლიდარობის აქცია და ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს, ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას და სოლიდარული ვართ ყველას მიმართ და ჩვენ საერთოდ მაგიტომ შევიკრიბეთ და ეს არის მაგალითი, რომ ორ სხვადასხვა როგორც ინდუსტრიიდან ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანება რაღაცნაირი სინერგია და იმედი მაქვს, რომ ეგეთი რაღაცები მოხდება სხვადასხვა ქალაქებში. ანუ ბიზნესები ერთმანეთს იპოვნიან და ერთმანეთს გააძლიერებენ და მიცემენ საშუალებას, რა ვიცი, მუსიკოსებს იქნება ეს თუ მსახიობებს თუ ნებისმიერ ხომების სფეროს გამოხატონ თავისი თავი და მიმართონ პუბლიკას. თავისუფლება რეჟიმის წლებს. ევროპა მარტო ვიზა არ არის, ეს არის თავისუფლება, თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ნება, გამოხატვის საშუალება და ის რომ რაც იცის გაკეთება შეგიძლია აკეთო თავისუფალ კონკურენტულ გარემოში და არა რაღაც საბჭოთა ავტორიტარულ უკვე დაალაგებულ რაღაც გარემოში. მან ვერაფერი ვერ განვითარდება და ეგ არის ევროპა. ჩვენ მარტო ვიზის ჩარტყმა და სადღაც წასვლა კი არ გვინდა, ეგ არის შინაგანი და მოქალაქეობრივი ერთობა. და ეს არის ის გზა, რომელზეც საქართველოს მიდის საუკუნეებია. და უცებ ვიღაცებმა აქედან გადაუხვიეს და ჩვენ ამას ვერ დაუშვით. ეგრე არ გამოვა, ამიტომ გვჭირდება, გვინდა ახალი სამართლიანი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. უსამშობლოების სიმღერა შემდეგ. გამოხატვის თავისუფლების გამო არიან დღეს დაკავებულები და დათხოვებული და ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ეს სოლიდარობა მათ მიმართ წარმოშობს ენერგეტიკას, რასაც შეუძლია ძირეული ცვლილებების მოტანა ქვეყანაში, რამაც უნდა უზრუნველყოს მათ შორის მათი განთავისუფლება. ბიზნესმენს გააჩნია თავისი კონკურენტული უპირატესობები კონკრეტულ გარემოში. თუ გარემო იცვლება და მე უნდა მყავდეს გვერდითა სკამზე ლომები და დაცვით უნდა ვიარო, მე არ ვარ ამ ბიზნესში კონკურენტუნარული და შესაბამისად მე ვიბრძვი რომ გარემო დაბრუნდეს ისეთი, რომელშიც მე შემეძლება აი ამ საქმიანობის განვითარება. დანარჩენ სხვა შემთხვევაში მე მაინც დავკარგავ ყველაფერს, ამიტომ ჩემთვის ეს ბრძოლა არა მარტო როგორც ბიზნესმენის, არამედ როგორც მოქალაქე და ეს ბრძოლა არ არის ემოციური, ძალიან პრაგმატული არის. ჩვენ ვართ რუსთავში, ეს არის ქარხანა რედკოს ტერიტორია, ძალიან საინტერესო ტექნოლოგიების, მაღალი ძაბვის ტექნოლოგიების კომპანია. ძალიან საინტერესო ხალხით, რომლებიც აი პროტესტში გვერდებიან. ეს არის კულმინაცია შედეგი 2012 წლის არჩევნების შედეგი. ნელ-ნელა ლოგიკურად ასე ჩემი აზრით ასე უნდა განვითარებულიყო მე ამის სამწუხაროდ მეშინოდა. და ეხლა აღმოჩნდით აქ, ეს არის რევანშია სიმართლე გითხრა ბოლშევიზმის და როგორ დასრულდება ეს ბრძოლა? ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება ჩვენ. რა ხდება ხალხურ ქვეყანაში? ეს არ არის სწორი, ანუ არანაირი გაგებით არ არის სწორი. რა ცოტა უნდა გამოვხიზდეთ, ცოტა უფრო მეტი ემპათია უნდა გქონდეს ერთმანეთის მიმართებაში, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ყოველ ჯერზე ვიღაც რაღაცას ითქვის და თქვა რომ ანუ ეს აბსურდია, ეს ასე ვერ იქნება და საკუთარ დოგმებში იარსება. ნუ მაგიტომ ვცდილობ რომ ვიყოთ ერთად. მაგიტომ ვცდილობ რომ შევიკრიბოთ, რამდენჯერაც შეგვიძლია რომ შევიკრიბოთ, გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი ხმამაღლა, რომ უნდა შეიცვალოს ეს რეჟიმი, ანუ არჩევნები უნდა ჩატარდეს აუცილებლად ხელახლა და რა თქმა უნდა გათავისუფლდნენ ეს უკანონოდ დაჭერილი მოქალაქეები, რომლებიც ანუ რისთვის არიან იქ, ანუ აგვიხსენით რამე ინფორმაცია გაქვთ ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით, ანუ არაფრის გამო აბსოლუტურად და ეს არის გულის ამაჩუყებელი, იმიტომ რომ მე ეს ქვეყანა მიყვარს. მე ამ ქვეყანაში მინდა რომ გავაკეთო მუსიკა რა, მე ამ ქვეყანაში მინდა რომ გავზარდო ჩემი შვილები და მე მინდა რომ ღირსეულად აღიზარდნო რა ჩვენი შვილები რა.
სხვანაირად არ გამოცანო, ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი პასუხისგებლობა. სხვანაირად ალბათ წლების მერე თუ კი ეს ვერ გამოვასწორეთ როგორც ქართველებმა ერთობლივად, მერე შვილებს თვალებში ვერ ჩავხედავ და ვერ ვეტყვი, რომ ეს ასე იყო და ვერაფერი ვერ მოვახერხეთ. რა მაგას მე ჩემ თავს ვერ ვაპატიებ. ამიტომ სანამდე მაქვს ენერგია, სადამდე მაქვს ეს რაღაც მუხტი, სადამდე შემიძლია რომ ვიმღერო და ვიყო მამაღალი და ვიხმაურო, ვიხმაურებ. პირველ რიგში თავისუფლება ყველა პატიმარს, რომელიც აბსურდული მიზეზების გამო ეხლა არის ციხეში, პირველ რიგში ეს და დასასრული ქართულ ოცნებას. ორჩავ. ძალიან მიხარია რომ ეს მოხდა რუსთავში, იმიტომ რომ საერთოდ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია არის ხოლმე რა. იმიტომ რომ მარტო მერის კონცერტები, მარტო ვისაც უნდათ იმათი ჩამოყვანა და ფინანსება რა როგორც ხდება რა. მაკლდა ეგ მუხტი ამ ქალაქში ყოველთვის რა. მაგრამ მე რო ფიქრობდი ხო ყველანი მაინც ბოლოს რუსთაველზე მივდიოდი და არ ვიმარჯვებ ან არა მეორე ვარიანტი არ არსებობს რა. უნდა დასრულდეს ეს შეუძლებელი არის. ამდენი ხანი არის მე გული იმაზე მწყდება რომ ეხა მოხდა ეგ და რაღაცეები არის ყოველთვის ხომე საჭირო რომ საბოლოოდ მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ რაღაც აღარ გვინდა რა. იმდენი წელი არის რომ უკვე ესენი ხელისუფლებაში აღარ უნდა იყვნენ. იმდენი წელი არის რომ უკვე აღარც უნდა განიხილებოდნენ საერთოდ. და ეგ არის ჩვენი ბრალი რაღაც მხრივ და ეხა არანაირად არ დაუშვებთ. უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ. ეს მე მათ ხელისუფლებად არ მივიჩნევ. ქართული ოცნება არ არის ჩემი ხელისუფლება. მიხეილ ყავილაშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი. და სანამ ქართული ოცნება არ დამთავრდება, მანამდე ვიბრძოლებთ მით უმეტეს მე და ჩემი თაობა რა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ჩემი აზრით. მე რაც გავიზარდე ესეთი რთული პერიოდი მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. თუმცა მეორე მხრივ არის ის რომ რაღაც საერთო იდეა გვაერთიანებს ამ პატარა ქვეყანას რაღაცა სწორი ერთი იდეის გარშემო ვართ გაერთიანებულები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მუხტი რაც არსებობს, ეს მუხტი არ გაქრეს და მე მგონი არც ქრება, პირიქით უფრო და უფრო ძლიერდება ნელ-ნელა. ესეთი ღონისძიებები ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხალხშიც გადის ხმა არა მხოლოდ აქციებზე დგომით, არამედ ამან მიიღო უკვე სხვანაირი ფორმაც და ეს ძალიან მიმახარებს მე რომ ეს არ კვდება მუხტი და პირიქით უფრო ძლიერდება ნელ-ნელა. აი მართლა ბევრი რამე ნახე ჩემი ასაკის ადამიანებმა, მაგრამ რა იყო აქამდე თუ მივიდოდა ეს ყველაფერი მე რაღაცას მიყურებდი ხოლმე რომ რაღაცა ოპტიმიზმი და აღსავსე პესიმიზმი გამხადებს რაღაცა და ეს უკვე ყველა ზღვას აცდენილია, ეს არის უკვე მორალს აცდენილი, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, წესებს, ჩვენ კულტურას. ჩვენ წლების განმავლობაში ეს არა მარტო 12 წელი. ალბათ 300 წელი რაღაცა ვერ ვისწავლეთ და დავიგროვდა. ეს არის საუკუნეების მანძილზე ცუდი რაც ხდებოდა საქართველოში. აი იმის წინაშე აღმოჩნდით ახლა ჩვენ და ამ უბედურებაში ვართ, რომ ჩვენ რაღაცას ყველაზე მაგარი რა არის, იცი? აქ ყველაფერი თავარი არის, რომ ბავშვებმა შეძლენ შობლები გამოეყვანა, ცოტა აზზე მოეყვანა. და ტეხავს ეს უკვე დილაც რო სამსახურში მონობაში მიდიხარ და საღამოს თავისუფლებას რომ მithხოვ, მე თავისუფალი ადამიანი, ჩემი წილი რაცაა თავისუფლება, იზღუდება ჩემი თავისუფლების ღირებულებები იმაში, რომ 4 ჯერ არ უნდა შეგეშალოს. რითიც აქ არის ყველგან QR კოდები, საიდანაც ადამიანებს შეუძლიათ გადმორიცხონ თანხები ჩვენს ფონდში. ფონდს რომელსაც ქვია? ფონდს რომელსაც ქვია ერთმანეთისთვის. და მერე ეს თანხები და ეს მხარდაჭერა მიემართებათ იმ ადამიანებს, ვინებიც დაზარალდნენ მიმდინარე პროცესების დროს სხვადასხვა სახით. არავის არ უნდოდა, ხო არც იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. უბრალოდ რაღაც მომენტში ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ თვითონ უნდა გააკეთონ ყველაფერი და ადგენენ და დაიწყეს რაღაცეების კეთება, რაც მათ შესაძლებლობების ფარგლებში იყო. ამ რაღაცა ახალი ამბების სათაურების და სტატისტიკების მიღმა არის ძალიან ბევრი მძიმე ადამიანური ისტორია იმ ადამიანების, ვინც დაზარალდნენ, მათი ოჯახის წევრების და ჩვენ ყველამ რაღაცნაირად
ის ადამიანობა, რომელიც გარშემო თითქოს დაკარგული არის, ჩვენ თავს უნდა ვიპოვოთ და ჩვენ თვითონ უნდა გადავარჩინოთ და რაღაცნაირად გავაგრძელოთ ცხოვრება ადამიანურად და არა მაგისგან სრულიად დაცილ სამყაროში. ეს ბრძოლა ენერგეტიკა ძალიან კარგია. მეც რუსთაველი ვარ, ძალიან მიხარია რომ აქ ტარდება ეს ფესტივალი და იმედია გაგრძელდება. მუღამის ეგ არის რომ ბევრ სხვა ქალაქში, მარტო თბილისში არ უნდა იყოს ეს პროტესტი და აქციები. ყველა ქალაქში უნდა იყოს და არა მარტო ქალაქებში, რეგიონებში და ძალიან ბევრ ხალხს უნდა მივაწვინოთ. ხმაა რომ ეს არ შეიძლება აი ხა რაც ხდება საქართველოში. ეს ენერგეტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ყველაფერი რაღაც ყოფში არ ჩადგება, სანამ არ გამოუშვებენ უდანაშაულო პატიმრებს, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, სანამ არ გვეყოლება სამართლიანი დამოუკიდებელი სასამართლო და ბევრი კიდე სხვა რაღაც, რაც ამ ქვეყანაში წესით კარგად უნდა იყოს, მაგრამ არ არის. დამოუკიდებელი საქართველოს ხმისა ვარ დაახლოებით რა და მეორე რესპუბლიკას რასაც ვეძახით მაგის მერე აი რა არ გამოგვივლია, მაგრამ ყოველთვის იყო რაღაცნაირი ისე მედი ყოველთვის სადაც ვიხედებოდით რა და აი ეხლა ისეთ შეგრძნება მაქვს მე და ყველას, რომ ალბათ იმ ზღვარზე გავდივართ, რა ზღვარზეც პირობითად მარო მაყაშვილი გადიოდა 1921 წელს რა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც სემეს, ვიტკეს თუ ბარბენინეს თუ ახალგაზრდები და ძველგაზრდები ციხეში უზით და გუშინ და დღეს რა პროცესები ჩატარა და რა ცირკსაც დრამენ და ანუ როგორ გვაბრაზებენ და რას აღარ იწვევენ იმის გასაკეთებლად რომ დაგვაგდონ და მართლა ფეხით გათელონ და ეს ერი რომელიც ძალიან ბევრ რამეს არ შეშინებია და ეხლა უნდათ რომ აი ვიღაცა კაცმაცუნების მეშვეობით რაღაცა ისეთ უაზრობაში გავყენოთ, საიდანაც ძლივს დავახციეთ თავი და ეხლა ვარ ზღვარზე. აი ეს ენერგეტიკა მე მგონია რომ დარწმუნებული ვარ რომ მიგვიყვანს იქამდე რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ საბოლოო ჯამში იმ დიდ მონსტრს, რასაც ძირგამომყალი რუსეთის იმპერია ქვია. ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელს ამბობს დღევანდელი დღე, დღევანდელი ერთობა, მუსიკოსების ეს პროფესიული ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ 45 თუ თითქმის ორთვიან ისტორიაში, წინააღმდეგობის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა თითქმის ყველა პროფესიამ და ამ პროფესიულმა გაერთიანებამ. ამიტომ ეს ხო პრინციპში არ არის კონცერტი როგორც კონცერტი აქტი, არამედ არის ასევე ერთი მნიშვნელოვანი საპროტესტო დღე და პროტესტის ხმა რუსთავიდან, იმიტომ რომ თვითონ ორგანიზატორი არის ამ ქალაქიდან, ამ ჩვენი პატარა საყვარელი ქალაქ რუსთავიდან, რომელიც დღეს გზაში ვამბობდით, რომ მოდიოდით, რომ ყველანაირი პერსპექტივა აქ იყოს განსაკუთრებული და ამიტომ ბევრი რამე ჭირდება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამასაც ვიფიქროთ, რომ რამდენად დავაკელით ჩვენ ბრძოლა, ჩვენ მომავალს, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლას. ზათვარ იმისთვის, რომ მომავალი სიხარულისთვის ბევრი ვიბრძოლო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილია გზა და გზა ბევრი უსამართლობა. სასამართლოები მიდიოდა და ყველა პატიმარი დატოვეს პატიმრობაში აბსოლუტურად უსამართლოდ და ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც იურიდიული დიპლომიც კი არ გააჩნია, ანუ უნარი არ გააჩნია სწორი ანალიზის, ასე რომ გზა და გზა ბევრი ტკივილია და ჩვენ იმისთვის რომ მივცეთ თავს ბედნიერების უფლება, ამისთვის ბევრი უნდა მივცეთ.